კარიერაში ხელი მიზანმიმართულად შეუშლიათ? კი. ვინ იყო ეს მაგალითად ინსტიტუტში როცა აქედან გამაგდეს ორჯერ და მოსკოვში რო ჩავაბარე გერასიმოვთან რომ მოვხდი იქ მეორე თუ მესამე კურსზე უკვე კარგად სწავლობდი და ხუთოსანი და რაღაც იქ მოვიდა წერილი თეატრალური ინსტიტუტიდან თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეგო ესეთიაო ისეთიაო ცუდიაო და გაგდებული ყავსო ჩვენო ორჯერო კინოში გადაიღესო პირველ კურსზე არ შეიძლება გადაღებალი ხულიგნობის გარდა კიდე არის წესი რომ პირველ კურსზე უნდა ისწავლო და უნდა ითამაშო უნდა გააცდინო ხო და ჩამოვიდა ესეთი წერილი რომ რატო ჯარში არ არისო დამიბარეს ჯარში წამართვეს პასპორტი და მე გამომადგა ის რომ ბაბუა ჩემი ასწავლიდა ზურაბაშვილს ფიზიკას რაში გამოგადგათ? იმიტომ რომ პატარა რო ვიყავი დეიდაჩემებმა წამიყვანეს ზურაბაშვილთან ნერვიული ბიჭიაო იქ რაღაცა პლანი მოწიაო რაღაცაო და მოკლედ გაგიჟდნენ ამაზე და რომ დავინახე ზურაბაშვილს გული გამისკდა კინო გულაშები ვასოს ბიჭი რომ დაიწყო ხტუნაობა და იქიდან ხო ვერ გააღებ კარებს სადაც შედიხარ საგიჟეთში ვერ გამოდიხარ ეს ამიტყდა ისტერიკა მახსოვს ძლივს მომასულიერეს ამაში სად მომიყვანეთ მე საგიჟეთში ვიწექი თვერნახევარი ხო საგიჟეთში ყოფნა რთულია მაგარი საინტერესოა რთულია მაგრამ უნდა მოერგო ახლა მე ცოტა ისეთ პირველ სართულზე ვიწექი სადაც ზოგი თვითონ წელიწადში ერთხელ მიდიოდა და უვლიდა თავის თავს რაღაც ფსიქიურად მე არაფერს არ მიკეთებდი მაგრამ გამოკვლევაზე ვიყავი ასე თქვა როგორი იყო შეგრძნება როცა მოხვდით ამ ადამიანების ატმოსფეროში საშიშიც არის ძალიან რთულია სირთულესთან კი მაგრამ მოერგები ფსიქიატრი ხართ? დიახ როგორ ფიქრობთ? რომც მოახერხოთ და დამაჯეროთ რომ ჩემი ცოლი აღარ არსებობს ეს ჩემთვის უკეთესი იქნება? რექტორს სამეულნე მართლა ესროლეთ? იმიტომ რომ დედაჩემზე თქვა რაღაც ცუდად და ცრემლები წამომსვლია პირველ კურსზე ვიყავ 16 წლის ვიყავ ჩვენი და მეუთხარი დედას თავი დაანებეთ თუ რაღაც დედაზე ნუ ამბობ და რაღაც ძალიან ცუდად თქვა დედაჩემზე და ეს რაღაც მექანიკურად ეს სამეულნე თუ რაც იყო და მე გატყდა ეს სამეულნე და ნუ წარმოგიდგენია დედამ თუ გაიგო ეს ამბავი და რეაქცია როგორ კი გაიგო გაგიჟებული იყო და გაგითხრათ არა მე მაბრალებდა როგორ შეიძლება ეს თავშეუკავებლად ქცევა და მაგრამ მეწყინა, იმიტომ რომ მე რაღაცები გაიგო, რომ თლათ ისე არ იყო. ხო და გამადასტირეთ ყველამ! ვინ და შენ? და თურმე დედა ჩემმაც! ხო, დედა ჩემმაც! ანგაბედო დედა შენს ასეთი ლაპარაკი!